ღმრთიებო, ყოვლად ბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთან მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელისაგან. ამინ. დღეს ახალი სტილით 18 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს საბა განწმენდილს, წმინდა მოწამე ანასტასის, ღირს კირიონ ბერსა და მის ძმას ზაქარიას. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრებიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა. ჩვენი წინაპრები მას საბაწმინდას უწოდებდნენ. ქართველებს ოდითგანვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონიათ ლავრასთან, რომლის დამაარსებელიც გახლდათ ეკლესიის უდიდესი მამა ღირსი საბა განწმენდილი. მე-5 საუკუნეში კაპადოკიაში დაიბადა წმინდა საბა. მე-17 წლისა ბერეთში დგა. სული თავისი დაიმდაბლა მარხვითა და ხორცნი შრომითა დააჭმა. რამდენიმე მონასტერი მოიარა უფლის რჩეულმა. უდაბნოში დაყუდებული ცხოვრებაც გამოსცადა. წმინდა ექვთიმე დიდთან სიახლოვის ბედნიერებაც არ გუნა უფალმა. ბოლოს ღვთისნებით იორდანიის უდაბნოს მიაშურა. იქ ყოფნის მე-4 წელს ერთ მაღალ ბორცვზე ავიდა. იქ კი უფლის ანგელოზე გამოეცხადა და მიუთითა ადგილი, სადაც უნდა დასახლებულიყო და სადაც მალე დიდი მონასტერი დაარსდებოდა. ამგვარად დამკვიდრდა ნეტარი ერთ მღვიმეში. მასთან ბერობის მსურველმა უამრავმა ადამიანმა მიაშურა. ნელ-ნელა მრავლდებოდა საძმა. მათ ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი მღვიმეში დაძარიც მოაწყვეს. ააშენეს სენაკებიც. ასე დაარსდა დიდი ლავრა. წყალი ძვალზე შორიდან მოჰქონდათ მამებს, ძალიან წვალობდნენ. მაშინ ღირსმა საბამ უფალ შემწეობას თხოვა. ლოცვისას სხვა მოესმა ნეტარს და დაინახა იქვე გარეული ვირი მიწას ჩიჩქნიდა. წმინდანი იმ ადგილას მივიდა და ნაჩიჩქნი მიწა ამოთხარა, საიდანაც წყარო მომხედა. წყალი დღესაც ისევე მოედინება და სასწაულთ მოქმედია. წმინდა საბამ თავისი მონასტრისთვის შექმნა პირველი წესგანგება იერუსალიმის სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო. დიდ მარხვაში უფლის რჩეული უდაბნოში განმარტოვდებოდა ხოლმე. ერთხელ მან მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა იქ გაეტარებინა მარხვის დღეები. მაგრამ ბოროტმა იგი ჩააგდო, ადგილსა ერთსა მის ზღვისა საბნელსა და ცეცხლსა, რომლის ალმა პირი და წვერი დაუწვა წმინდა მამას. ამის შემდეგ მას წვერი აღარ გაზრდია. ნეტარი დაუცხრომლად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმინდის დასაცავად. მან შეაჩვენა მწვალებელი ეპისკოპოსი სევერიუსი. ერთხელ უჯულო მეფე ანასტასიმ განიზრახა იერუსალიმიდან განეტევნა მართლმადიდებლობის დამცველი მამები. მაგრამ წმინდა საბა განწმენდილი და უდაბნოში მოღვაწე სხვა მოსაგრეები წინ აღუდგნენ ბოროტი მმართველის მზაკვრულ გადაწყვეტილებას და შეძლეს დაეცხროთ მისი რისხვა. ღირსი საბა მრავალი სათნოებით გამოირჩეოდა. ის მეტად მკაცრი მარხველი იყო, მთელი მარხვის მანძილზე პურს არ იხმევდა, მაგრამ სისუსტე ოდნავადაც არ ეტყობოდა. ჯერ კიდევ მაშინ შეძლო თავი შეეკავებინა სასურველი საკვების მიღებისაგან, როცა 8 წლისა მონასტერში დასახლდა. სიყრმიდანვე უკვე მონაზვნური ცხოვრება შეიმოსა. ერთხელ მონასტრის ბაღში მუშაობისას ხეზე ვაშლი შენიშნა და მშიერმა მისი ჭამა მოინდომა. მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ ჯერ ტრაპეზის დრო არ იყო. ბავშვმა ვაშლი მიწაზე დააგდო და გათელა. ესეც არ იკმარა ნეტარმა და აღთქმა დადო, რომ ვაშლს აღარასოდეს შეჭამდა. ამის შემდეგ ყოველივე ხორციელ სურვილს ღვთის შემწეობით დრგუნავდა. სიყრმიდანვე იტვირთა მღვიძარების ღვაწლი, ლოცვითა და შრომით განლევდა დღეებს. ღირს მამას მხეცები უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ. წმინდა საბა განწმენდილმა წინასწარ განჭვრიტა აღსასროლის მოახლოება. ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და შვიდობით იცვალა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მევახებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას და ამერიკისა და კანადის ეპისკოპოს საბას ბერად აღკვეცისას ღირსი საბა განწმენდილის სახელი ეწოდათ.
ვულოცავთ მეუფეებს ანგელოზის დღეს. ღირსი საბა განწმენდილის ლოცვით უფალმა მიღმადლოს მათ სულიერი და ხორციელი სიმრთელე.